ლეიბორისტული პარტია 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების ექსპორტის აკრძალვას აპროტესტებს შესაბამისი სარჩელით შალვა ნათელაშვილმა საქალაქო სასამართლოს მიმართა. კანონპროექტი, რომელიც ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა, ოლიგარქის პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანა 1 აპრილიდან უნდა იკრძალოს. ოლიგარქიულმა ტირანიამ ეს სასამართლო გადააქცია პოლიტიკურ სახშობელად. ახლა მოიცალა ავტო ფლობელებისათვის და აკრძალა 6 წელზე მეტი ხნის მანქანების შემოყვანა, მაშინ როდესაც თვითონ უკვე მესამე 10 წლებში გადადგენ და კიდევ ვერ ელევიან ხელისუფლებას. თვითონ არ დაძველებულან. შესაბამისად, ეს არის მაფიოზური შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ, რათა გაეხსნას გზა ჩინურ იაფასიან ეგრეთ წოდებულ ახალ ავტომობილებს და სანაცვლოდ ივანიშვილის გადამალული ქონება გუანჯოუში იყოს უფრო დაცული და უსაფრთხო. დღეს შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში ამ ანტიადამიანური დადგენილების გაუქმების მოთხოვნით.